თავი მესამე ბრძოლა არსებობისათვის. მისი დამოკიდებულება ბუნებრივ გადარჩევასთან. ტერმინი ბრძოლა არსებობისათვის მრავალი მნიშვნელობის შემცველია. რიცხოვნობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ნატურალიზებული ცხოველებისა და მცენარეების გამრავლების სწრაფი ტემპები. რიცხოვნობის მატების ხელშემშლელ ფაქტორთა ბუნება. კონკურენციის უნივერსალურობა. კლიმატის გავლენა. დაცვა, რომელიც დამოკიდებულია ინდივიდთა რაოდენობაზე. ცხოველებსა და მცენარეებს შორის ურთიერთობების სირთულე ბუნებაში. ბრძოლა არსებობისთვის ყველაზე მწვავედ ერთი სახეობის ინდივიდებსა და ნაირსახეობებს შორის მიმდინარეობს, ხშირად ერთი გვარის სახეობებს შორის. ურთიერთობები ორგანიზმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სანამ ამ თავის საკვლევი თემის მიმოხილვას შეუდგებოდეთ, რამდენიმე წინასწარი განცხადება უნდა გავაკეთო, რათა წარმოვაჩინო, როგორ აისახება გადარჩენისათვის ბრძოლა ბუნებრივ გადარჩევაზე. წინა თავში ვნახეთ, რომ ველურ ბუნებაში მყოფი ორგანული არსებები განსხვავდებიან ინდივიდის დონეზე. დიახ, ამაზე არავის არასოდეს უკამათია. ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის ის ფაქტი, ტიპურ თუ არატიპურ ფორმებს სახეობას უწოდებთ თუ ქვესახეობებს. ანუ ის ბრიტანეთში არსებულ 200 ან 300 საეჭვო ფორმას სახეობას დავარქმევთ თუ მკვეთრ ნაირსახეობას. ინდივიდუალური ცვალებადობისა და ზოგი კარგად გამოკვეთილი ნაირსახეობის არსებობა მართალია ამ ნაშრომის საფუძველია, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტი ვერ ახსნის სახეობის წარმოქმნას და ვერც იმას, როგორ მოხდა სხეულის ერთი ნაწილის შეგუება სხვა ნაწილთან თუ სასიცოცხლო პირობებთან და ერთი რომელიმე არსებისა მეორესთან. ურთიერთშეგუების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს კოდალა და ფიტრი, აგრეთვე ის პარაზიტი, რომელიც ჩიტის ბუმბულს თავისი 4 ფეხით ჩაბღაუჭებია, ან კიდევ წყალში მყვინთავი ხოჭოები თუ ბუსუსიანი თესლები, რომელთაც ნიავი გაიტაცებს ხოლმე. მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ შეგუების ძალზე ლამაზი ნიმუშები ორგანული სამყაროს ყველა ნაწილში და მაინც ჩნდება კითხვა. როგორ ხდება ჩემს მიერ ჩანასახოვან სახეობებად წოდებული ნაირსახეობების ნელ-ნელა გარდაქმნა კარგად გამოკვეთილ სახეობებად ისე, რომ საბოლოოდ ისინი ბევრად უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე ერთი და იმავე სახეობის ნაირსახეობები. როგორ წარმოიქმნება სახეობათა ის ჯგუფები, რომელთაც გვარებს უწოდებთ და რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე გამოკვეთილი სახეობები. ეს ყველაფერი არსებობისათვის ბრძოლის შედეგია, რაზედაც კიდევ უფრო ამომწურავად შემდეგ თავში ვისაუბრებთ. სწორედ არსებობისათვის ბრძოლა განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი რაგინდ უმნიშვნელო სახესვლილება თუ იგი ხელსაყრელია სახეობის ნებისმიერი ინდივიდისთვის, ხელს უწყობს ამ ინდივიდის შენარჩუნებას. შემდგომში ეს თვისება მის შთამომავალს გადაეცემა და ამგვარად გადარჩენის უკეთესი შანსი ეძლევა, რადგან დაბადებულთაგან შორის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიძლება გადაურჩეს განადგურებას. სწორედ ამ პრინციპს, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ხელსაყრელი ცვლილების შენარჩუნებას, ბუნებრივი გადარჩევა უწოდე, რათა იგი ადამიანის მიერ ჩატარებული გადარჩევისაგან განმესხვავებინა. უკვე ვნახეთ, რომ ადამიანმა სელექციის მეშვეობით მიიღო შესანიშნავი შედეგები და შესაძლებელი გახადა ორგანულ არსებათა თავისი საჭიროებისამებრ მართვა ბუნებისაგან ბოძებული უმნიშვნელო, მაგრამ ხელსაყრელი ცვლილებების დაგროვების საშუალებით. მაგრამ ბუნებრივი გადარჩევა, როგორც ამას შემდგომში ვნახავთ, ბუნების მარად მოძრავი ძალაა და წარმოუდგენლად აღემატება ადამიანის მწირ შესაძლებლობებს ისევე, როგორც ხელოვნების ძალას. ახლა კი დაწვრილებით განვიხილავთ არსებობისათვის ბრძოლის საკითხს. განზრახული მაქვს ჩემს შემდეგ ნაშრომში მას კიდევ უფრო მეტი ადგილი დაუთმო. პატივცემულმა დეკანდოლმა და ლაიელმა მთელი სიგრძე სიგანით და ფილოსოფიურად წარმოაჩინეს, რომ ორგანული არსებები ჩაბმულნი არიან ერთგვარ კონკურენციაში. ამ კუთხით მცენარეთა შესწავლა მანჩესტერის დეკანის ჰერბერტის მსგავსად მთელი ძალისხმევით ჯერ არავის უწარმოებია, რაც ალბათ მის მიერ მებაღეობის საფუძვლიანი ცოდნის შედეგია. არაფერია იმაზე ადვილი, რომ აღწერო არსებობისათვის ბრძოლის უნივერსალური ჭეშმარიტება, მაგრამ გაცილებით უფრო რთულია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის გახსოვდეს ეს ჭეშმარიტება. ღრმად მწამს, რომ თუ არა არსებობისათვის ბრძოლა, ისეთი მოვლენები, როგორიცაა სახეობის გავრცელება, მათი მეტ-ნაკლები სიხშირე, გადაშენება თუ ცვალებადობა, არასწორად იქნებოდა აღქმული და გაგებული. ჩვენ ბედნიერებით ახსავსენი შევყურებთ ბუნებას, ხშირად ვხედავთ საკვების სიუხვეს, მაგრამ ვერ ვამჩნევთ ან გვავიწყდება, რომ ჩვენს გარშემო მყოფი მოჭიქჭიკე, ერთი შეხედვით უწყინარი ჩიტები, ძირითადად მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან და ამდენად განუწყვეტლივ ანადგურებენ სხვათა სიცოცხლეს.
თავად ჩიტები და მათი კვერცხები კი ხშირად მტაცებელი ფრინველებისა და ცხოველების სამიზნეა. ყოველთვის როდი გვახსოვს, რომ თუ დღეს საკვები უამრავია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება ყოველ წელს და ყველა სეზონზე. უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინს არსებობისათვის ბრძოლა ფართო მეტაფორული მნიშვნელობით ვიყენებ, რაც გულისხმობს ცოცხალი არსებების ერთმანეთთან დამოკიდებულებას, ინდივიდის სიცოცხლეს, ამასთანავე მის წარმატებასაც შთამომავლობის დატოვებაში. ორი ძაღლი შიმშილობის ჟამს საკვებისა და თვითგადარჩენისათვის ებრძვის ერთმანეთს, მაგრამ ამ მცენარე, რომელიც უდაბნოს განაპირას ხარობს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად გვალვის წინააღმდეგ იბრძვის, ანუ მისი სიცოცხლე ტენიანობაზეა დამოკიდებული. თუ ვისაუბრებთ მცენარეზე, რომლის მიერ ყოველწლიურად მოცემული ათასობით თესლიდან ზოგჯერ მხოლოდ ერთი აღწევს სიმწიფემდე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ებრძვის იმ მცენარეებს, რომლებიც უკვე მოდებულია დედამიწაზე. ფიტრი ვაშლის ხეზე და კიდევ რამდენიმე სხვა სახეობის ხეზია დამოკიდებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის ებრძვის მათ, რადგან თუ ხეს პარაზიტი დაეხვევა, ფიტრი აუცილებლად მოიწყენს და გახმება. ამავე დროს შეიძლება ითქვას, ერთი და იმავე ტოტზე მოდებული ფიტრის რამდენიმე ამონაყარიც კი ერთმანეთს ებრძვის. იმის გამო, რომ ფიტრის თესლს ფრინველები მიმოაბნევენ და ამდენად ხელს უწყობენ მის გამრავლებას, ვამბობთ, ფიტრი გადატანითი მნიშვნელობით ებრძვის სხვა მცენარეებსაც. ფრინველები სწორედ მის და არა სხვა მცენარეების თესლს ავრცელებენ. აქედან გამომდინარე, ამ მრავალი ერთმანეთზე დამოკიდებული მიზეზის გამო და მათ აღსანიშნად, მეტი მოხერხებულობისათვის ვიყენებ ტერმინს ბრძოლა არსებობისათვის. არსებობისათვის ბრძოლა აუცილებლად გამომდინარეობს ორგანულ არსებათა გამრავლების თვისებიდან. ყველა არსება, რომელიც ცხოვრების მანძილზე რაღაცნაირად მაინც მრავლდება თესლითა თუ კვერცხით, ერთ დღეს აუცილებლად უნდა დაიღუპოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალ არსებათა რაოდენობა ისე გაიზრდებოდა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ დაიდევდა. გამომდინარე იქედან, რომ იმაზე გაცილებით მეტი არსება იბადება, ვიდრე გადარჩება, აუცილებელია დაუშვათ ბრძოლა არსებობისათვის. შესაძლოა ეს იყოს ბრძოლა ერთი და იმავე სახეობის წარმომადგენლებს შორის, განსხვავებულ სახეობებს შორის ან ცხოვრების ფიზიკურ პირობებთან. მალთუსის დოქტრინა ადამიანთა რაოდენობის ზრდის შესახებ დედამიწაზე არსებულ ცხოველებსა და მცენარეებს ათმაგად ეხება, რადგანაც მათ საკვებს ხელოვნურად ვერ გავზრდით და ვერც მათ თავისუფალ შეჯვარებას შეუშლით ხელს. ზოგი სახეობის რიცხოვნობა საკმაოდ სწრაფად იზრდება, თუმცა ამის უნარი ყველას როდის შესწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა ვერ დაიტევდა ცოცხალ არსებებს. თითოეული ორგანული არსება მრავლდება და მისი შთამომავლობიდან ყველა რომ ზრდასრულობას აღწევდეს, მალე დედამიწაზეც ვეღარ დავეტევოდით. ადამიანმა ნაყოფის ნელი ტემპით მომცემი ცხოველების შობადობის მაჩვენებელი ისე გაზარდა ბოლო 25 წლის მანძილზე, რომ რამდენიმე ათას წელში უკვე თავად ადამიანისთვის არსად ადგილი აღარ იქნება. ლინემ გამოთვალა. თითოეული მცენარე რომ მხოლოდ 2 თესლს გვაძლევდეს და შემდეგ მის მაჩითილმა კიდევ 2 თესლი გამოიღოს, 20 წელიწადში 1 მილიონი მცენარე იქნება. მიჩნეულია, რომ სპილო ყველაზე ძნელად მრავლდება, ამიტომ შევეცადე მისი სავარაუდო მატება გამომეთვალა. იგი პირველ ნაშიერს ალბათ 13 წლის ასაკში იძლევა. 90 წლამდე აქვს გამრავლების უნარი და ამ შუალედში 6 სპლიყვს შობს. ამგვარად 750 წლის განმავლობაში ერთი წყვილის ნამატი 15 მილიონს მიაღწევს. ამ საკითხთან დაკავშირებით თითოეულ ასეთ გამოთვლაზე უფრო დამაჯერებელი ფაქტების მოგეპოვება სახელმდობლო გარეული ცხოველების საოცრად სწრაფი მატების შემთხვევები, ხელსაყრელი გარემო პირობების არსებობისას ზედიზედ 2 ან 3 წლის განმავლობაში. კიდევ უფრო საოცარია ინფორმაცია იმ შინაური ცხოველების მატების შესახებ, რომლებიც დედამიწის ზოგიერთ ადგილში გაველურდნენ. დაბალ პროდუქტიული, მსხვილფეხა საქონლისა და ცხენების ნამატი სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ზუსტად რომ არ იყოს დადგენილი, იგი სრულიად დაუჯერებლად მოგოჩვენებოდა. ეს მცენარეებსაც ეხება. შეიძლება მოვიყვანოთ უამრავი მაგალითი მცენარეებისა, რომლებიც 10 წლის განმავლობაში მთლიანად მოედნენ რამდენიმე კუნძულს. ლაპლატას გადაშლილ-ველებზე ევროპიდან შემოტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა ისეა მოდებული, რომ თითქმის არც ერთ სხვა მცენარეს აღარ ახარებს. ასევე დოქტორ ფოლკონერისაგან მსმენია, რომ ინდოეთში კუმარის კონცხიდან ჰიმალაის მთებამდე გავრცელებული ზოგიერთი მცენარე იქ ამერიკიდან შეუტანიათ. ამგვარი მაგალითები უსასრულოდ შეიძლება მოვიყვანოთ და ვერ ვივარაუდებთ, რომ ამ მცენარეთა ნაყოფიერება უცაბედად გაიზარდა.
ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ მათთვის ახალი საცხოვრებელი პირობები უაღრესად ხელსაყრელი აღმოჩნდა და როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმული ინდივიდები ნაკლებად ნადგურდებოდა. შედეგად კი თითქმის ყველა ახალგაზრდა ინდივიდს გამრავლების საშუალება მიეცა. ასეთ შემთხვევაში გეომეტრიული პროგრესიით ზრდა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოუგნებელია, ხსნის ახალ მიწაზე მცენარეთა მატებასა და ფართოდ გავრცელებას. ველურ ბუნებაში თითქმის ყველა მცენარე იკეთებს თესლს. ცხოველებს შორისაც იშვიათად მოიძებნება ისეთი, წელიწადში ერთხელ მაინც რომ არ წყვილდებოდეს. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეგვიძლია მტკიცება, რომ ყველა მცენარისა და ცხოველის რიცხოვნობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და ძალიან სწრაფად სრულიად გაავსებდა კიდეც არსებულ სივრცეს, თუკი ამგვარი მატება არ შეფერხდებოდა მათი პერიოდული განადგურებით. როცა გარეულ ცხოველებს შინაურს ვადარებთ, შეიძლება კითხვას დაგვებადოს, აბა შინაურ ცხოველებს ხომ არ ვანადგურებთ? მაგრამ არ უნდა გამოგრჩეს, რომ მრავალ მათგანს საკვებად ვკლავთ, ისევე როგორც ველურ ბუნებაშიც ორგანიზმები ასე თუ ისე ნადგურდება. ერთადერთი განსხვავება იმ ცოცხალ არსებებს შორის, რომელთაგან ერთნი ყოველწლიურად ათასობით კვერცხსა თუ თესლს გვაძლევენ, ხოლო მეორენი ბევრად უფრო ნაკლებად მრავლდებიან, არის ის, რომ ნელა გამრავლებად სახეობებს რამდენიმე წლით მეტი დრო და უფრო ხელსაყრელი პირობები ესაჭიროება გარკვეულ ტერიტორიაზე გასავრცელებლად. კონდორი სულ 2 კვერცხს დებს, სირაქლემა კი 20, მაგრამ შესაძლოა კონდორი უფრო მრავალრიცხოვანი იყოს სირაქლემაზე. ფულმერული ქარიშხალა მხოლოდ 1 კვერცხს დებს, მაგრამ იგი მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ფრინველადაა მიჩნეული. ზოგი ბუზი ასობით კვერცხს დებს. სხვა სახეობები კი, მაგალითად ჰიპობოსკა ერთადერთს, მაგრამ ეს სხვაობა სულაც არ აისახება ამა თუ იმ რეგიონში ამ სახეობათა რაოდენობაზე. კვერცხების დიდი რაოდენობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სახეობებისთვის, რომელთა საკვების წყარო არ არის სტაბილური და ეს მათ სწრაფად გამრავლების საშუალებას აძლევს. დიდი რაოდენობით თესლი და კვერცხი ზოგიერთი სახეობისათვის სიცოცხლის გარკვეულ, როგორც წესი საკმაოდ ადრეულ ეტაპზე, დიდი სიკვდილიანობის კომპენსაციაა. თუ ცხოველი მოახერხებს და თავის ნაშიერს ან კვერცხს გადაარჩენს, მაშინ სახეობის რიცხოვნობა მცირეოდენი ნამატის შემთხვევაშიც კი შენარჩუნდება. მაგრამ თუ კი მრავალი კვერცხი ან ნაშიერი ნადგურდება, საკმარისად ბევრი უნდა დაიბადოს, რომ სახეობა არ განადგურდეს. ასე მაგალითად, ერთი რომელიმე ხეს საშუალო რაოდენობით რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის ისიც კი საკმარისია ერთადერთი თესლი რომ წარმოიქმნას 1000 წლის მანძილზე, ოღონდ უნდა დაუშვათ, რომ ეს თესლი არ დაიღუპება და აუცილებლად ხელსაყრელ ადგილას გაღვივდება. ასეა თუ ისე ნათელია, რომ ცხოველისა თუ მცენარის საშუალო რიცხოვნობა მაინც მხოლოდ არაპირდაპირაა დამოკიდებული მისი თესლის ან კვერცხის რაოდენობაზე. როდესაც ბუნებაზე ვსაუბრობთ, არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ თითოეული ორგანული ქმნილება შეიძლება ითქვას მიისწრაფვის მატებისაკენ და თითოეულ მათგანს სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე უწევს არსებობისათვის ბრძოლა, რადგან განადგურება პერიოდულად ემუქრება ახალგაზრდასაც და ხანდაზმულსაც თითოეულ თაობაში. როგორც კი ნებისმიერი დაბრკოლება ოდნავ მაინც შემსუბუქდება ან განადგურების საფრთხე შესუსტდება, სახეობათა რაოდენობა მაშინვე შეუზღუდავად მატულობს. აქედან გამომდინარე, ბუნება შეიძლება შევადაროთ ელასტიკურ ზედაპირს, რომელშიც ათასობით წაწვეტებული სოლია ჩარჭობილი და განუწყვეტლად ხან ერთ სოლს არტყამენ მთელი ძალით და ხან მეორეს, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩააჭედონ. სახეობების მატებისაკენ მიდრეკილების შემაკავებელი ფაქტორები ბურუსითაა მოცული. დააკვირდით ყველაზე ძლიერ სახეობებს, რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს მათი რიცხოვნობა, სულ უფრო იზრდება რაოდენობრივი მატებისაკენ მიდრეკილება. ერთი შემთხვევაც კი არ გვეგულება ბოლომდე რომ გვესმოდეს, რა ფაქტორები აკავებს მატებას. ეს ალბათ გასაკვირიც არ არის. რამდენადაც ჩვენთვის ადამიანთა მოდგმის მატების შემაკავებელი ფაქტორებიც კი უცნობია, არამც თუ ცხოველებისა და მცენარეებისა. ეს თემა საკმაოდ კარგად არის დამუშავებული არაერთი მეცნიერის მიერ და მეც ჩემს მომავალ ნაშრომებში ზოგიერთ შემაკავებელ ფაქტორს სიღრმისეულად განვიხილავ სამხრეთ ამერიკის ველური ცხოველების მაგალითზე. აქ კი მხოლოდ რამდენიმე შენიშვნას გავაკეთებ, რათა მკითხველს მნიშვნელოვანი საკითხები შევახსენო. როგორც წესი, კვერცხები და ახალშობილნი ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდიან, თუმცა ყოველთვის ასე როდი ხდება. მცენარეებშიც ყველაზე მეტად თესლი ნადგურდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ჩითილები განიცდის ყველაზე მეტ ზეწოლას იმიტომ, რომ გაღვივება ხდება სხვა მცენარეებით უკვე მთლიანად დაფარული მიწის ქვეშ. დიდი რაოდენობის ჩითილებსა და ნერგებს ანადგურებს ასევე სხვა მრავალი მტერი. მაგალითად, 3 ფუტის სიგრძისა და 2 ფუტის სიგანის მიწის ნაკვეთზე, სადაც ყველა პირობა იყო საიმისოდ, რომ სარეველას არ შეეშალა ხელი ზრდის პროცესისათვის, ყველა ჩითილი დავთვალე და აღვვნუსხე. აღმოჩნდა, რომ 347 ჩითილიდან
295 გაანადგურა ლიქორამ ან წერმა. იგივე მოხდება თუ გაუსუფთავებელ ნაკვეთში 4 ფეხა პირუტყვს შეუშვებენ. ხოლო თუ მას არ გამარგლავენ, უფრო ძლიერი მცენარეები თანდათანობით გაანადგურებენ შედარებით სუსტებს, რის შედეგადაც ჩვენს პატარა ნაკვეთზე 3-4 ფუტზე 20 სახეობიდან 9-ს სხვა სახეობის მცენარეები გაანადგურებენ და მხოლოდ დარჩენილები გააგრძელებენ განვითარებას. საკვების ნაკლეობაც ასევე ყოველი სახეობის მატების ერთ-ერთი შემზღუდავი ფაქტორია, მაგრამ უფრო ხშირად სირთულეს ქმნის არა იმდენად საკვების მოპოვება, რამდენადაც ის, რომ თავად ეს სახეობა ხდება რომელიმე მტაცებელი ცხოველის ნადავლი და ხშირად აისახება მათ საშუალო რაოდენობაზე. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ გნოლის, როჭოსა და კურდღლის რაოდენობა ნებისმიერი დიდი სამფლობელოს ფარგლებში ძირითადად დამოკიდებულია მცირე მტაცებელ ცხოველთა მიერ მათ განადგურებაზე. მომავალი 20 წლის მანძილზე ერთი ცხოველიც რომ არ მოკლან ინგლისში ნადირობისას, მაგრამ ამავე დროს არც მტაცებელი ცხოველები გაანადგურონ, მათი რიცხვი ალბათ მაინც შემცირდება. მით უმეტეს, მცირდება მათი რაოდენობა, რადგან ყოველწლიურად ასობით 1000 კლავენ ნადირობისას. მეორე მხრივ კი არსებობს ისეთი ცხოველებიც, მაგალითად სპილო და მარტორქა, რომლებსაც მტაცებელი ცხოველებისაგან რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ. ვეფხვის კი იშვიათად ბედავს თავს და ესხას სპლიხვს, რომელსაც დედა სპილო იცავს. სახეობათა საშუალო რაოდენობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს კლიმატიც თამაშობს. გამოვთვალე, რომ 1914-55 წლების ზამთარმა მარტო ჩემს დიდ გალიაში ჩიტების 4/5 გაანადგურა. ეს ძალიან სერიოზული დანაკლისია, თუ გავითვალისწინებთ ეპიდემიური დაავადებებით გამოწვეული ადამიანთა სიკვდილიანობის 10%-იანი მაჩვენებელიც კი ძალიან დიდად ითვლება. კლიმატის ზემოქმედება ერთი შეხედვით არსებობისათვის ბრძოლისაგან სრულიად დამოუკიდებელი ფაქტორია. მაგრამ რამდენადაც კლიმატის ზემოქმედება განაპირობებს საკვების რაოდენობას, იგი იწვევს სასტიკ დაპირისპირებას ერთი რომელიმე სახეობის ან სხვადასხვა სახეობის იმ ინდივიდებში, რომლებიც კლიმატის პირდაპირი გავლენის დროს ერთი და იმავე სახის საკვებით იკვებებიან. ძლიერი სიცივის პირდაპირი მოქმედების შემთხვევაშიც კი ზარალდებიან ყველაზე სუსტი ან ისეთი ინდივიდები, რომლებმაც ნაკლები საკვები იშოვეს ზამთრის მანძილზე. როდესაც სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მოგზაურობთ, ან ნესტიანი რეგიონიდან მშრალში გადავინასვლებთ, ვამჩნევთ, როგორ მცირდება ზოგიერთი სახეობა და ბოლოს სულ ქრება და რადგან კლიმატური პირობების ცვლა ასეთი თვალნათელია, ამ მოვლენას ძალაუნებურად მივაწერთ მის პირდაპირ მოქმედებას. მაგრამ ეს მცდარი თვალსაზრისია. ჩვენ გვავიწყდება, რომ რა გინდა მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ესა თუ ის სახეობა, ის დროდადრო მნიშვნელოვნად ნადგურდება მტაცებლების ან კონკურენტების მიერ, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე სახლობენ და იმავე საკვებით იკვებებიან. და თუ მტრებსა და კონკურენტებს კლიმატური პირობების ცვლილებით ოდნავი უპირატესობა მაინც მიეცემათ, ისინი რაოდენობრივად ძალიან მოიმატებენ, რაც იმავე ტერიტორიაზე გავრცელებული სხვა სახეობების კლებას გამოიწვევს. როდესაც ჩვენ სამხრეთისაკენ მოგზაურობთ და ვამჩნევთ, რომ ესა თუ ის სახეობა რიცხობრივად ძალიან იკლებს, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ერთი სახეობის მატების მიზეზი სწორედ იგივეა, რაც მეორე სახეობის კლებისა. ზუსტად იგივე ხდება, როდესაც ჩრდილოეთისაკენ მოგზაურობთ, თუმცა კი ცვლილება ნაკლებად თვალშისაცემია, რადგან ჩრდილოეთის მიმართულებით კლებულობს სახეობათა საერთო რაოდენობა და ცხადია კონკურენტ სახეობათა რაოდენობაც. ამიტომ ჩრდილოეთში ან მაღალმთიანეთში უფრო ხშირად გვხვდება ტანდაბალი და მშრალი ინდივიდები, რაც კლიმატის პირდაპირი ზემოქმედებითაა განპირობებული. როდესაც თოვლიან მწვერვალს ან არქტიკის რეგიონს მივახსევთ, ანუ სრულ უდაბნოში შევალთ, აქ არსებობისათვის ბრძოლა მხოლოდ სტიქიასთან მიმდინარეობს. კლიმატური პირობების სახეობებზე ზემოქმედება ნათელი ხდება ჩვენი ბაღების იმ მცენარეებზე დაკვირვებით, რომლებიც შესანიშნავად იტანენ ჩვენებურ კლიმატს, მაგრამ მაინც ვერ იკიდებენ ფეხს მყარად, ვერც ადგილობრივ სახეობებს უწევენ კონკურენციას და ვერც მტაცებელ ცხოველებს აღწევენ თავს. როდესაც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობების გამო სახეობა გამოკვეთილად იმატებს რაოდენობრივად, ამას ხშირად თან სდევს რაიმე ეპიდემია, რაც მატების ერთ-ერთი არსებობისათვის ბრძოლისაგან დამოუკიდებელი შემაკავებელი ფაქტორია. მაგრამ ზოგი ეპიდემია სწორედ იმ პარაზიტიჭიების მიერ არის გამოწვეული, რომლებიც აგრეთვე პირობების გაუმჯობესების და უშუალოდ იმის გამო, რომ მათი გავრცელება ცხოველებში საგრძნობლად გაადვილდა, მომრავლდნენ და აი ხედავთ თავისებურ ბრძოლას პარაზიტსა და მის მსხვერპლს შორის. მეორე მხრივ სახეობის გადარჩენისათვის ინდივიდთა დიდი რაოდენობა აუცილებელია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ასევე დიდია მისი მტრების რაოდენობა. ჩვენს ყანებში დიდი რაოდენობით მარცვლისა და თესლის მოყვანა სწორედ იმიტომ შეგვიძლია, რომ მოსავალი ბევრად აღემატება მარცვლეულის მოყვარულ ჩიტებს.
თავის მხრივ არც ჩიტების რაოდენობამ შეიძლება იმატოს მარცვლის პროპორციულად, რადგანაც ზამთრის განმავლობაში ეს პროცესი მცირდება. ყველამ, ვისაც კი უცდია, კარგად იცის, რა ძნელი საქმეა ბაღში ხორბლის მარცვლების პოვნა, პირადად მე ხშირად ვერც ერთი მარცვალი ვერ მიპოვია. სახეობის გადარჩენისათვის ინდივიდთა დიდი რაოდენობით არსებობის აუცილებლობა, ჩემი აზრით, კარგად ხსნის ზოგიერთ ყურადსაღებ მოვლენას. მაგალითად, ცალკეულ ადგილებში იშვიათ მცენარეთა მაღალ რიცხოვნობას ან ზოგიერთი მცენარის რაოდენობის მკვეთრ ზრდას გავრცელების არეალის განაპირა ზოლში. აქვე დავამატებდი, რომ ხშირად ერთმანეთთან შეჯვარების დადებითი და მონათესავე ჯიშებთან შეჯვარების უარყოფითი გავლენა ალბათ ერთმანეთს აბალანსებს, მაგრამ ამ სირთულეებით ახსავსე თემას მეტად არ ჩაუღრმავდები. უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის თაობაზე, რაოდენ რთული და მოულოდნელი წინააღმდეგობებით ახსავსეა ურთიერთობები ორგანულ არსებათა იმ სახეობებს შორის, რომლებსაც არსებობისათვის ბრძოლა ერთსა და იმავე ქვეყანაში უწევთ. აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელმაც სიმარტივის მიუხედავად ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია. სტეფორდშირში, ნათესავის მამულებში, სადაც მე საკვლევი სამუშაოების დიდ ნაწილს ვატარებდი, ერთი მოშიშვლებული და ვერანი ერიკას ბუჩქნარი დაფარული ადგილი იყო, რომელსაც ადამიანის ხელი არასოდეს შეხებია. იქვე რამდენიმე ასობით აკრი მიწის ზუსტად ისეთივე ნაკვეთი იყო შემოღობილი 25 წლის მანძილზე და შოტლანდიური ფიჭვი იქ თავისით მოშენდა. აღსანიშნავია მცენარეთა ცვლილებები იმ ფიჭვნარში. ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებოდა, თითქოს სულ სხვა მიწაზე მოხვდაო. იმის გარდა, რომ შეიცვალა მცენარეთა რაოდენობა, 12-მა ისეთმა სახეობამ გაიხარა, რომლებიც ადრე აქ არასოდეს ყოფილა. ამის გარდა, ფიჭვების კორომში 6 სახის მწერიჭამია ფრინველი გამოჩნდა, იქ რომ ადრე არასოდეს უნახავთ. ამან კი მწერებზე იქონია გავლენა. მიწის ვერან ნაწილში სრულიად განსხვავებული 2 თუ 3 მწერიჭამია ფრინველი მოფრინდებოდა ხოლმე. ამ მაგალითიდან ნათელი ხდება, რამდენად ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ერთადერთი სახეობის ხესაც კი, თუ მხოლოდ და მხოლოდ მიწის ნაკვეთს შევღობავთ და შიგ საქონელს არ შეუშვებთ. რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიის შემოღობა, იმითაც დავწმუნდი, რაც ფარნჰემთან ახლოს სერიში ვიხილე. აქ უამრავი გავერანებული მიწის ნაკვეთია, ხოლო გორაკებზე ალაგ-ალაგ შოტლანდიური ფიჭვი ხარობს. ბოლო 10 წლის მანძილზე აქ დიდი ტერიტორიები შემოიღობა და ყველაფერს თავისით მოედო ფიჭვის ხეები, ზოგან ისე მჭიდროდაც, რომ ერთმანეთის ზრდას აბრკოლებდნენ. როდესაც დავწმუნდი, რომ ეს ახლად წამოზრდილი ხეები არავის დაურგავს და მართლა თავისთავად მოშენდა, ძალიან გამიგვირდა, რომ იქვე გვერდით გავერანებული და შემოუღობავი მიწების დათვალიერებისას ერთი ფიჭვიც კი ვერსად შევამჩნიე, მაგრამ როდესაც კარგად დავაკვირდი, ჯაგები მივწიმოუწიე, მრავალი ახალ ნაყარი ნერგი აღმოვაჩინე, რომელიც საქონელს გადაეთელა. ერთ კვადრატულ იარდ ფართობზე, ერთ-ერთი ძველი ნარგავიდან ასიოდე იარდის მოშორებით 32 ახლა დამოსული ხე აღმოვაჩინე და ერთი მათგანის ასაკის მაჩვენებელი რგოლების გადათვლით მივხვდი, რომ იგი 26 წლის მანძილზე ცდილობდა ტანი აეყარა, მაგრამ ვერ შეძლო. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ შემოღობვისთანავე მიწა ხშირი ფიჭვნარით დაიფარა. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, ეს ვერანი ადგილი იმდენად მოშიშვლებული იყო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა საქონელი ასე მიზან დასახულად თუ დაუწყებდა იქ საკვებს ძებნას. ამგვარად თვალნათლივ ვიხილეთ, როგორ განსაზღვრა საქონელმა მიწის ნაკვეთზე შოტლანდიური ფიჭვის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. სწორედ ამგვარადვე დედამიწის ზოგიერთ ნაწილში მწერები განსაზღვრავენ საქონლის ბედს. ამის ყველაზე საინტერესო მაგალითია პარაგვაი, რადგანაც იქ არც ცხენებს, არც საქონელს და არც ძაღლებს არასოდეს უარსებია ველური სახით, თუმცა ქვეყნის სამხრეთით და ჩრდილოეთით უამრავი გაველურებული ცხოველია. აზარასა და რენგენის აზრით, ეს ფაქტი განპირობებულია პარაგვაიში ერთ-ერთი სახეობის ბუზის არსებობით, რომელიც კვერცხს ამ ცხოველთა ახალშობილი ნაშიერის ჭიფში დებს. კიდევ კარგი, რომ ამ ისედაც მრავალრიცხოვანი ბუზის გამრავლებას, როგორც ჩანს, სხვა პარაზიტი მწერები აფერხებენ. აქედან გამომდინარე, თუ მწერიჭამია ფრინველთა რაოდენობა პარაგვაიში შემცირდებოდა, მაშინ მოიმატებდა პარაზიტული მწერების რიცხოვნობა და ბუზებისა დაიკლებდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობდა ველური პირუტყვისა და ცხენების გავრცელებას. მცენარეთა სამყაროს შესვლა კი თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუცვლიდა სახეს იქაურ მცენარეულობას. ეს კი, რა თქმა უნდა, მწერებზეც აისახება, რაც კარგად გამოჩნდა სტეფორდშირის მაგალითზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თანდათანობით შედეგების უფრო და უფრო რთულ სურათთან გვექნებოდა საქმე. ჩვენ ამ თემაზე საუბარი მწერებზე მონადირე ჩიტებით დავიწყეთ და ამითვე ვასრულებთ, თუმცა ბუნებაში ყველაფერი ასე მარტივად როდი ხდება.
არსებობისათვის ბრძოლა განსხვავებული შედეგებით მთავრდება ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ ძალები ისე კარგად წონასწორდება, რომ ბუნების სახე უცვლელი რჩება დიდი ხნის მანძილზე. თუმცა ცხადია, სულ მცირე, თუნდაც უმნიშვნელო უპირატესობის გამო ერთი სახეობა იმარჯვებს მეორეზე. და მიუხედავად ჩვენი ერთგვარი უცოდინრობისა და უამრავი დაუდასტურებელი ვარაუდისა, მაინც გაგვიკვირდება ხოლმე, როცა შევიტყობთ, რომ ესა თუ ის სახეობა გაქრა. მიზეს რომ ვერ პოულობთ დედამიწის ზედაპირზე ცოცხალ არსებათა განადგურებას ან კატაკლიზმებს მივაწერთ, ან სიცოცხლის ფორმების არსებობის ხანგრძლივობაზე კანონებს შევთხზავთ ხოლმე. Სუნებას ვერ გაუძელი, რომ არ მეჩვენებინა ერთმანეთისაგან სრულიად დაშორებული მცენარეები და ცხოველები როგორ არიან დაკავშირებულნი რთული ურთიერთობების მთელი ქსელით. ჩემს ბაღში ეგზოტიკურ მცენარე ლობელია ფულგელს არასოდეს ამტვერიანებენ მწერები და ამის გამო მისი აგებულების თავისებურებიდან გამომდინარე ის თესლს არ იკეთებს. ჩვენებური ორქიდეების უმრავლესობისათვის აუცილებელია მწერების სტუმრობა, რათა მოხდეს მათი დამტვერვა და განაყოფიერება. ასევე უნდა ითქვას, რომ ის ვიოლა ტრიკოლორის განაყოფიერება ველური ფუტკრის დამსახურებაა, რადგან სხვა მწერები ამ ყვავილს არ სტუმრობენ. ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბაზების სტუმრობა აუცილებელი თუ არა გარკვეულწილად სასარგებლო ნამდვილად არის ჩვენი სამყურასათვის. წითელ სამყურას მხოლოდ ველური ბაზი სტუმრობს ხოლმე, რადგან სხვა ფუტკრები ვერ სწვდებიან მის ნექტარს. ამიტომ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ინგლისის მთელ ტერიტორიაზე ამ ბაზის მთელი მოდგმა გადაშენდება, წითელი სამყურა და იასამფერა დიდი იშვიათობა გახდება ან საერთოდ გაქრება. თავის მხრივ ბაზის არსებობა მნიშვნელოვნად განპირობებულია მინდვრის თაგვების რიცხოვნობით. ისინი მათ ფიჭასა და ბუდეებს ანადგურებენ. პოლკოვნიკი ნიუმენი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე შეისწავლიდა ბაზს, თვლის, რომ მათი 2/3 სწორედ ასე განადგურდა. მინდვრის თაგვების რაოდენობა კი დიდად არის დამოკიდებული კატების რაოდენობაზე. ბატონი ნიუმენის თქმით, სოფლებისა და დაბების სიახლოვეს გაცილებით მეტი მინახავს ველური ფუტკრის ფიჭები, რასაც იმით ხსნი, რომ იქ ბევრი კატაა. აქედან გამომდინარე უკვე სარწმუნოდ მოგვეჩვენება ის ფაქტი, რომ ამა თუ იმ რეგიონში კატების არსებობა ჯერ თაგვისა და შემდეგ უკვე ფუტკრის ზემოქმედებით პირდაპირ განაპირობებს აღნიშნულ რეგიონში ზოგიერთი ყვავილისა თუ მცენარის სიმრავლეს. სახეობებზე დიდ გავლენას ახდენს ის დაბრკოლებები, რომლებიც სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე ან წელიწადის სხვადასხვა დროს იჩენს ხოლმე თავს. ზოგიერთი მათგანი უფრო ძლიერია, მაგრამ თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს ამა თუ იმ სახეობის ან მათი საშუალო რაოდენობის განსაზღვრაში. ზოგ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ სხვადასხვა რეგიონში ერთსა და იმავე სახეობაზე სრულიად განსხვავებული დაბრკოლებები ახდენს ზემოქმედებას. როდესაც სანაპიროზე ამოსულ მცენარეებსა და ბუჩქებს ვხედავთ, ამ ამბავს შემთხვევითობას მივაწერთ ხოლმე. მაგრამ რომ იცოდეთ რა მცდარია ამგვარი შეხედულება. ალბათ ყველას სმენია, რომ ამერიკული ტყის გაჩეხვის შემდეგ მის ადგილზე ძალიან განსხვავებული მცენარეები აღმოცენდებიან ხოლმე. ისიც შემჩნეულია, რომ ძველ ინდიელთა ნანგრევებზე სამხრეთ შტატებში მცენარეთა იგივე სახეობები ხარობს, რომლებიც ახლო მდებარე ხელუხლებელ ტყეებში იზრდება. ალბათ რა ბრძოლა მიმდინარეობდა საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახეობების ხეებს, ასევე თავად მწერებს ან მწერებსა და ლოკოკინებს, ასევე მტაცებლებსა და ფრინველებს თუ მტაცებელ ცხოველებს შორის. თითოეული მათგანი ცდილობს გამრავლდეს და თავი გამოკვებოს ხეებითა თუ მათი თესლით ან იმ მცენარეებით, რომლებიც ხელს უშლიან ხეების ზრდას. ააგდეთ ჰაერში ერთი მუჭა ბუმბული და თითოეული მათგანის დედამიწაზე დაცემა შეიძლება კონკრეტული კანონებით აიხსნას, მაგრამ რა მარტივი ჩანს ეს პრობლემა იმ უთვალავი მცენარის თუ ცხოველის საქციელთან შედარებით, რომლებმაც საუკუნეების მანძილზე თავად განსაზღვრეს ძველ ინდიელთა ნანგრევებზე რა სახეობის ხეები და რა თანაფარდობით უნდა ამოსულიყო. ერთი ორგანული ქმნილების მეორეზე დამოკიდებულება, მაგალითად, პარაზიტისა მის მსხვერპლზე, ორგანულ საფეხურებზე ერთმანეთისაგან მეტად შორს მდგომ არსებებს შორის ყალიბდება. ეს ეხება იმ სახეობებს, რომლებიც შეიძლება ითქვას ერთმანეთს ებრძვიან გადარჩენისათვის, როგორც მაგალითად კალიები და მსხვილფეხა საქონელი. მაგრამ ყველაზე გააფთრებული ბრძოლა ერთი სახეობის წარმომადგენელ ინდივიდებს შორის იმართება, რადგან ისინი ერთ რეგიონში ბინადრობენ, ერთნაირ საკვებს საჭიროებენ და ერთი და იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე. ასევე ცხარე ბრძოლა იმართება ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა ნაირ სახეობებს შორის, სადაც გამარჯვებული მალევე გამოვლინდება.
ასე მაგალითად, თუ ერთად დათესილი რამდენიმე ნაირსახეობის ხორბლიდან მიღებულ შერეულ თესლს ხელახლა დავთესავთ, ის ნაირსახეობები, რომლებიც ყველაზე უკეთ ეგუებიან მოცემულ კლიმატურ პირობებს და ნიადაგს, ან ყველაზე მეტად გამოავლენენ გამრავლების უნარს, სხვა ნაირსახეობებს დაჯაბნიან, უამრავ თესლს გამოიტანენ და მალე მთელს სივრცეს მოედებიან. ისეთი ახლოს მდგომი ნაირსახეობების შესანარჩუნებლადაც კი, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა შეფერილობის მქონე სურნელოვანი ბარდის ფორმები, ისინი ყოველ წელს ცალ-ცალკე უნდა ავიღოთ და შემდეგ თესლი საჭირო პროპორციით შევურიოთ ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სუსტი ჯიშები ნელ-ნელა შემცირდება და ბოლოს სულ გაუშინარდება. იგივე შეიძლება ითქვას ცხრის ნაირსახეობებზეც. ითვლება, რომ განსხვავებული ჯიშის მთის ცხვარი არ შეიძლება ერთ ფარაში ვამყოფოთ, რადგან ზოგიერთი ჯიში დანარჩენ ცხვარს ბალახის ძოვას არანებებს და აშიმშილებს. იგივე შედეგი შეიძლება მივიღოთ თუ სამკურნალო ნაირსახეობებს ერთად გავაჩერებთ. ამიტომ დიდ ყურადღებას აქცევენ იმ საკითხს, ეყოფა თუ არა შინაურ ცხოველებსა და მცენარეებს ძალა, ჩვევები და სხვა რესურსები იმისათვის, რომ ათასობით თაობის მანძილზე ერთნაირი პროპორციით გააგრძელონ არსებობა, თუ მათ ველურ ბუნებაში მყოფი არსებების მსგავსად მოუხდებოდათ ბრძოლა გადარჩენისათვის, თუ კი მათ თესლსა და ნაშიერთ ყოველწლიურად არ შეარჩევდნენ. რამდენადაც ერთი და იმავე გვარის სახეობებს უმეტესწილად ჩვევები, აღნაგობა და აგებულებაც კი ერთგვარი აქვს, მათ შორის გადარჩენისათვის ბრძოლა ბევრად უფრო დაუნდობელი იქნება, ვიდრე განსხვავებული გვარების სახეობებს შორის. ვიცით, რომ შეერთებული შტატების ზოგიერთ ტერიტორიაზე მერცხლის ერთი სახეობის მატებამ მეორე სახეობის კლება გამოიწვია, ხოლო ჩხართვის გამრავლებას მგალობელი შაშვის შემცირება მოჰყვა შედეგად. ხომ ხშირად გვსმენია, რომ განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ვირთხის ერთი სახეობა მეორეს ცვლის. სანამ რუსეთში აზიური ტარაკანი მოიკიდებდა ფეხს, იქ მისი თანამოძმე სახეობა იყო გავრცელებული. ზუსტად ასევე ველური მდოგვის ერთი სახეობა მეორეს გადააჯიშებს ხოლმე და ასე შემდეგ. მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა, თვალნათლივ მაინც არ ჩანს, რატომ უნდა იყოს ბრძოლა ასეთი დაუნდობელი ერთმანეთის მონათესავე ფორმებს შორის და ალბათ ერთ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით დაზუსტებით, რატომ მიენიჭა უპირატესობა რომელიმე სახეობას სხვასთან შედარებით. ზემო აღნიშნული შენიშვნებიდან ერთი მეტად მნიშვნელოვანი ლოგიკური დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ. სახელდობრ ის, რომ ყველა არსების სტრუქტურა მნიშვნელოვანწილად, თუმც კი ზოგჯერ ფარულად უკავშირდება იმ ორგანული არსებების სტრუქტურას, რომლებთანაც იგი საკვებისა და საცხოვრებელი ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში ებმება, ან გაურბის მას, ან თავად ნადირობს მათზე. ამაზე მეტყველებს ვეფხვის კბილებისა და ბრჭყალების აგებულების შედარება იმ პარაზიტის ფეხებისა და კლანჭების აგებულებასთან, რომელიც ვეფხვის ბეწვს ებღაუჭება. ბაბუაწვერას ლამაზი ბუსუსებით დაფარული თესლი და წყლის ხოჭოს გაბრტყელებული და არ შეაშემოვლებული ფეხები ადამიანს პირველი შეხედვით ჰაერისა და წყლის სტიქიებით განპირობებული ჰგონია, მაგრამ ბუსუსებიანი თესლის უპირატესობა აშკარაა მცენარეებით ისედაც გადაჭედილ მიწაზე, რადგანაც იგი ხელს უწყობს თესლის მიმოფანტვასა და მიწის თავისუფალ ადგილზე დაცემას. წყლის ხოჭოს შემთხვევაში კი ფეხების აგებულება მას ყვინთვის პროცესში წყლის სხვა მწერებთან ნადავლის მოპოვებისათვის გამართულ ბრძოლაში ეხმარება. ზოგიერთი მცენარის თესლში საკვები, ნივთიერების სიჭარბე თითქოს სხვა მცენარეებს არაფრით უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში ამგვარი თესლის მქონე მცენარე, ბარ და ლობიო, მაღალ ბალახშიც რომ დავთესოთ, მის თესლში არსებული საკვები ხელს შეუწყობს ამ მცენარის ამოსვლას და მის გარშემო არსებული ძლიერი მცენარეების დათრგუნვას. დააგროვდით მცენარეს მისი გავრცელების არეალის შუაგულში. რატომაა, რომ აქ მისი რიცხოვნობა ორჯერ ან 4-ჯერ მეტია, ვიდრე არეალის განაპირაობანზე? მას ხომ ცოტა უფრო მეტი სიცხის ან სიცივის, სიმშრალის ან სინესტის გაძლება თავისუფლად შეუძლია, რადგან მისი გავრცელების არეალის კიდეზე ბევრად უფრო თბილა ან ცივა, მეტი ნესტი ან სიმშრალეა. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ თუ მცენარის უფრო სწრაფად გამრავლება გსურს, მას თავის კონკურენტებთან შედარებით ხელსაყრელი გარემო უნდა შეუქმნათ, ან ის ცხოველები მოვაშოროთ, რომლებიც მას საკვებად იყენებენ. გავრცელების გეოგრაფიული არეალის კიდეზე აუცილებლად შეიცვლება მათი აგებულება კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა მცენარისათვის. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირეა იმ მცენარეთა და ცხოველთა რიცხვი, რომლებზეც მათი ძალიან ვრცელ ტერიტორიებზე გავრცელების გამო მხოლოდ მკაცრი კლიმატური პირობები იმოქმედებდა. აქ დიდ როლს თამაშობს კონკურენციას, რომელიც მხოლოდ არქტიკულ ზონებში და უდაბნოს საზღვართან წყდება.
მიწა შეიძლება იყოს უკიდურესად მშრალი და ცივი, მაგრამ ბრძოლა უფრო თბილი და ნოტიო ადგილის მოსაპოვებლად იმართება როგორც ერთი და იმავე, ისევე სხვადასხვა სახეობის ინდივიდებს შორის. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ როდესაც მცენარეს ან ცხოველს უცხო ქვეყანაში გადაიყვანენ და ახალ კონკურენტებს შორის განათავსებენ, თუნდაც ზუსტად იმავე კლიმატურ გარემოში, მისი სასიცოცხლო პირობები მაინც არსებითად იცვლება და თუ გვინდა, რომ ეს უცხო სახეობა სწრაფად გამრავლდეს, მას იმაზე უფრო ხელსაყრელი პირობები უნდა შეუქმნათ კონკურენტებთან შედარებით, ვიდრე სამშობლოში ჰქონდა. წარმოსახვაში მეტად ადვილია ხელსაყრელი პირობების შექმნა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ზუსტად არ ვიცით, რა უნდა ვიღონოთ. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ორგანულ არსებათა ურთიერთმიმართების შესახებ. ჩვენი ცოდნის ზედაპირულობაში ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, ყველა ორგანული არსება ისწრაფვის გამრავლებისაკენ და თითოეულ მათგანს წელიწადის რომელიმე დროს ან ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე აუცილებლად მოუწევს არსებობისათვის ბრძოლა და განადგურებისაგან თავის დაღწევა. როდესაც ამ ბრძოლაზე დავფიქრდებით, თავს ვიმშვიდებთ იმით, რომ ბუნებაში ბრძოლა უსასრულოდ არ გრძელდება. დამარცხებული მაშინ ვეკვდება, საბოლოოდ მხოლოდ ყველაზე ძლიერები, ჯანმრთელები და ბედნიერები გადარჩებიან და გამრავლდებიან.